ქართული საჯარო პოლიტიკის პრობლემების განხილვა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით კონფერენცია რედისონში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები და სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული ექსპერტები საქართველოში არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ გამოწვევებს განიხილავენ. ძირითადი აქცენტი პენდენციურ სისტემაში, განათლების ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე გეცდება. მინისტრის მოადგილეების შეხვედრის მონაწილეებს ამ სფეროში 1 ოქტომბრის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებს აცნობენ. შეხვედრას მესამე სექტორის წარმომადგენლები წესრებიან. კონფერენცია დაახლოებით 9 საათში დასრულდება. აკრის პროცესი ჯერ არ არის დახვეწილი, მხოლოდ ერთ სკოლას, კერძო სკოლას აქვს გავლილი აკრედიტაცია. ხოლო ავტორიზაცია 2011 წლიდან დაიწყო და თუ არ ვცდები 200-მდე კერძო სკოლამ გაიარა. ასევე 2015 წლამდე ყველა საჯარო სკოლა ითვლება ავტორიზებულად. ამდენად მათი ავტორიზაცია ჯერ არ დაწყებულა. რა მიმართულებით უნდა წავიდეს სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით ჯერ არ არის გადაწყვეტილი და სწორედ ამაში არის მნიშვნელოვანი, რომ სოციალური პარტნიორები, ანუ საზოგადოება ჩაერთოს. კითხვები ისმოდა ჩვენ სამომავლო ხედვებზე და დღეს მე წარმოვადგინე ის ძირითადი 9 სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ესე ვთქვათ, შემუშავების პროცესში არის სამინისტროში და ძალიან მალე სამინისტრო წარმოადგენს მომავალი მრავალწლიანი ხედვის გეგმას. ეს არის ინიციატივა, რომელიც უნივერსიტეტების, მთავრობისა და არასამთავრობოების ერთობლივ შეხვედრას გულისხმობს, იმისთვის, რომ სოციალური პრობლემების განხილვა მოხდეს. მე ნიუ-იორკის მერიას წარმოვადგენ და დღეს პენიტენციალურ სისტემაზე ვისაუბრებ.